დილამ შვიდობის გოგოებო თეთრებში გამოვეწყე მე ეს მაისური არის ცოტა ის რა ქვია გრილი და გაციება არ შეიძლება გოგოებო გავფრთხილდით თავებს იქიმთან რომ ვიყავი მითხრა სიცივე ეს ლარისაც მეუბნებოდა ხოლმე ამას სხვათა შორის ყოველთვის ჟანა თბილად ჩაიცვი ზაფხულშიც დილით მუშაობდი მაშინ და რომ მიდიხარ სამსახურში ხო არ უფლიანდებიო ძალიან ცუდია ოეკო რა და აუცილებლადო რაც გაცვიაო იმის შიგნით ხელი მაიკა ჩაიცვიო ყოველთვისო აი აუცილებლადო და ლარისასგანაც ვიცი ეს მაგრამ ეხლა მამოლოგმაც მითხრა გოგოებო სითბო არის პირველი გაუფრთხილდით ნუ გაცივდებით ნერვიულობა გაციება ტრამვა კერძე და კიდე რა მითხრა ნუ ეკო ექსამ აღარ მახსოვს მგონი ერთი რაღაცაც აი ამ ყველაფერს ერიდეთო თუ გინდათ რომ კარგად იყვათო აუცილებლად დილით ახლა ცოტა ოდნავ ცივა სახში თუ ოდნავ შეგცივდა ესე იგი რაღაცა უნდა მოიცვა რაღაცა უნდა მოისხა არ ვიცი ხო და გავუფრთხილდეთ ჩვენ თავებს ის როც დადგება ეხლა ძალიან მალე რომ ჰაერი არ არის ხოლმე და გამოვიბრაჭებით რამოსით ყავა დავიოთ ეხლა ჩემი ცილი ფორმაში რაღაცნაირად დგება გუშინაზე დავიძინე გოგოებო ეხლა არის ხრის ნახევარი ეს არის სასწაული ჩემთვის სასწაულია მართლა იმიტომ რომ ხრის ნახევარზე ბოლოს არ მახსოვს მე როდის გავიკვირე აი მომუშაობდი თავი რომ დავანებე მუშაობას იმის მერე ხრის ნახევარზე მე არ გამიგვიწია ეხლა გავიკვირე მარტო 3 დღის წინ ჯარის ნიკას ჯარის ამბებზე რომ ვიყავით გორშიძას ხო და ეს რა მიხარია რომ რაც დათვა ფორმაში დგება ჩემი ძილი ყავა გვინდა შაი არ გვინდა ყავა გვინდა ეს მე ამ ყავას არ ავიდეს იმის სუნთული გადასაყრელი გამიხდება სუნელები მაქვს იქ თავზე კი აქვს მაგრამ სუნას ხო იცით როგორ ძალიან ძლიერი სუნი აქვს და თვითონ შევინახო მეორე კარატაში ეხლა რო თქვა რა ლამაზი ვარ მეთქი ზოგს ესეც გააღიზიანებს გოგოებო ამა თემაზე მე აღარ ვილაპარაკებ ჩემი ბრალია ეს რაც გავაკეთე არავის ბრალი არ არის ბლოკი რომ მოხსენი ყოველ დღე რაღაცა საშინელებები მოდის ყველა სხვა მოხსენი ბლოკი ხო და ამაზე არ ვილაპარაკებ აღარც წავიკითხავ დავინახავ 2 სიტყვას თუ არა იმ წუთში ვშლი იმ წუთში ბლოკავ კომენტარებს ესენი არიან ძველები, ვინც მყავდა მე დაბლოკილი. ხო, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, ჩემი ბრალია ვერავის ვერ დავაბრალებ, მაგას აბსოლუტურად არავის ბრალი არ არის. აი, რო ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი რა, ეგ სიტუაცია ვერ დაადანაშაულებ ვერავის. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია ეს. შეცდომა. ეს იყო შეცდომა. ჯერ არ მოსულა იესო ადამიანებს გულები აქვს გაქავებული, გარბონოტებული, რაღაცი და
აღარ მინდა ამაზე ვილაპარაკო, თქვენც დაგხვდომოთ ჩემო სიხარულები ძალიან მიყვარხართ ხო იცით. ძალიან და აღარ მინდა ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი. რაც მოხდა და გაიფილტრება ისევ უბრალოდ ეს იყო რა ვიცი რა 3-4 წლის 5 წლის გაფილტრული ხალხი ერთად რომ დაბმული პირვარია და აუშვებ. ხო და მაგხრივ არის თული რომ ხელახლა მომიწევს. თუმცა რა თქმა უნდა იმდენი საყარ. იცით რატო? იმიტომ რომ აი მაგათთვის პრინციპში მომავთარები და მეცი და იმიტომ რომ ორი ადამიანიც რომ შეცვლილებო და ორი ადამიანიც რომ აღმოჩნდეს ისეთი რომ არ დაწეროს ცუდი და მიხვდეს რომ მოდი ცუდი რატო უნდა დავწერო ხო? რატო უნდა გავარკვევ ადამიანი რატო უნდა მივაყენო შეურაცხყოფა კარგი? კარგი დავწერო ან არ დავწერო? თუ არ მოვწერო არ დავწერო. ხო, ეგეთებიც არიან. მათთვის მაინც ვიდა ეს ყველაფერი. აქ მაგ ჭარხალი ჩავარდი რა ძალიან ტალახიანი არის. ჩავარდი ხო გავერიცხავ მაგას კარგად და უნდა მოვხარშო ჭარხალი უნდა მოვხარშო დღეში 4-ჯერ. მაინც აი აუცილებლად, იმიტომ რომ არის ჭარხალი სუპერ საჭმელი, როგორ ეს არის რა ვიცი სწავლი, სისხლს წმენდავს, აკრიალებს ორგანიზმს წმენდავს ძალიან და რა მოვხარშოთ. ჯირაფია ძვირი არ არის და არაჯანთანაც გემრიელია, მაწოვრიც რომ დაამატოვრიც არის ყოველთვის. გემრიელია ძალიან, ნუ სიტყვით ძალიან გემრიელია რაღაცა და თან კიდე ძალიან რამდენადაც გემრიელია, 10 ჯერ იმდენად სასარგებლო არის. ხო და ესე. ახლა მე რამ ხარი არ მინდა. და პრიანიკები რო იყავით გორში. აი ესე. ჩემი თმები რომ თქვენი იცით გუშინ რო ვიფიქრე ხო შევიჭრა მე თმები და ვერა ესეთი სტილი ვარ. მე თუ კარი შევიჭერი ან კარი უნდა შევიჭრა ან გრძლად უნდა მქონდეს თმა და გრძელი თმა უნდა მქონდეს ან კარი ან მოკლე ან გრძელი და ანუ სხვა შეხვები და რაღაცეები ესე გამოთხელებები არ მიყვარს. და კარი არ არის ბოლომდე ჩემი სტილი, როგორ რატო გითხრათ. მარტო ვარცხნილობა კი არა, ხასიათი არა მაქვს მე ეგეთი. კარი ვისაც აქვთ გოგოებს, ზოგს ძალიან რო უხდებათ. ხასიათი აქვთ ეგეთი. რო უხდებათ ეგ სტილი. ანუ მარტო ვარცხნილობა არ არის კარი. ესე. ანუ მაგას ყვებოდი რომ ჩემთვის კარი მხოლოდ ვარცხნილობა არ არის, კარი არის ხასიათი გოგოებო. ჩემთვის ესია. ამიტომაც იყო ხოლმე რამდენჯერაც შევიჭრიდი, ყოველთვის ვნანობდი, ყოველთვის ვაუბნებოდა რომ გიხდება. სულ ყველა, აბსოლუტურად. ყველა ჩემი მეგობრები, ახლობლები, ინაცავები, ინაცნობები რა ყველა მოგნებოდა რომ ჟანა კარი გიხდება და მე ყოველთვის ვნანობდი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ხასიათი. მოკლედ. ამიტომ გული რასაც გეუბნებათ, ისე მოიქცეთ, ის გააკეთოთ, ის მოიხდინეთ. გულილაში რომ მუშაობთ, ის გოგოს ქონდა. შეჭრილი ძალიან ხდებოდა. იმიტომ რომ ეგეთი იყო.
თმის დასწორებას და მაკიაჟს ერთად გადავიღებ. სალომემ დამიწერა გუშინ. გადაიღე ჟანა, საინტერესო იქნებაო და გადავიღებ, მართლა იქნება საინტერესო. გადავიღებ. ძალიან კარგი ამინდი გამოდის. ჯუმზე ვათვალიერებდი, საყურეები მინდა. ჯუმზე არის ვერცხლის საყურეებიც, გოგოებო. მე უბრალოდ ვერ ვიტან. არ ვიცი ახლა რამდენად ხარისხიანია, მე არ ვიცი. სინჯი აქვს. მაგრამ აგროვე კიდება ვერცხლისები. არც ეგენი არ არის ბოლომდე სანდრა. ის იაფი მაინც ის. არც ეგენი არ არის ბოლომდე, ეხლა ძველი ვერცხლი რო იტყვიან. ლამაზია ხო ესეც. ვერცხლის არის. მოვცადო, გამოვიწერო. თემუდან არ მინდა, იმიტომ თემუზე არ ვიცი. თემუზე კიდევ უფრო ძალიან იაფიანებია. და ასე მგონია ძალიან უხარისხოა, რადგან ძალიან იაფია. დედა აღარაცი და ცხელია ძალიან. ძალიან კაი ამინდია. აბლა უნდა ჩავიდე. დღეს მათეისვენებს დღეს და ხვალ. ახლა ამ დღეებს გეგმავ ჩემ გონებაში, რა ვიცი. მას ვიზავთ. სად გავიდეთ, როგორ გავატაროთ ეს 2 დღე, რომ ბავშვიც იცით როგორი სამუშაო მინდა გოგოებო, ბავშვიც უკმაყოფილი იყოს რა, დავამთავრო ჯერის ბოლო. ფრაზა. ესეთი სამსახური მინდა შაბათ კვირას რო ვისვენებდი. 2 დღე რო ვისვენებდი, ანუ კვირაში. ესეთი სამსახური მინდა და ნახოთ. ვეძებ სამსახურს. თუნდაც მოლარეთ ისე, ოღონდ იმ სფეროში აღარ, სადაც ვიყავი. ქსელურ მაღაზიებში მე არასოდეს აღარ ვიმუშავებ. არა და არა მოჩა. ქსელურებში არ ვიმუშავებ. მოლარეთ ვიმუშავებ, მაგრამ ქსელურებში აღარ ვიმუშავებ. ხო და რა ვიცი, ვნახოთ აბა. ერთი ბავშვი არის ჩემი გამოწერი და მიწეს რომ ლაპარაკის ხმა არის მისო შენიო და მართლა არის მის მიკროფონი გჭირდებაო.
ეხლა ძალიან სიწყნარია და შეიძლება ისმის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება არ ისმის. მითხარით აბა გოგოებო დამიწერეთ. ხო და დავიწყე ისევ მე სამსახურზე ფიქრი. ფულის გამო არა მარტო. სამსახური ძალიან საჭიროა. ძალიან მჭირდება. და მაკლია. ოღონდ ისეთი არა, რომ დავიჩაგრო და დავიტანჯო. ეგეთი არ მინდა, არანაირი ის არ მაქვს, რა ქვია, მაგისი. არც გაჭირვება და არც რავი, იძულება და ძალიან საჭიროება არ მაქვს. მე მინდა სამსახური. და არა, რა ვიცი, რა ქვია მაგას. აუტანელი სიტუაცია არ მინდა იყოს. მანდეკრია. მანდ არის აუტანელი სიტუაცია და ეგეთი არ მინდა. ეგეთი არ მინდა. მოლარეთ მინდა ისე სოთა შორის. მოლარეთ. ვიცი მე ეს თან გამოცდილება მაქვს. არ მიჭირს. მარტო მოლარეთ ფაქტიურად შემიძლია კიდე რაღაცები გავაკეთო, მაგრამ იცით როგორ ისი არა რომ მოლარეთ ვიყო და კონსულტანტიც ერთად, ეგრე არ მინდა. ორი ის იყოს პროფესია შეთავსებული ერთ ხელფასზე. ეგრე არ მინდა, მაგრამ ნუ რაღაცა შეიძლება მივეხმარო ხო კონსულტანტს, როცა მეკნება დრო ამისი. ნახოთ. ამოჩნდება. ვინც ეძებს პოულობს ის. იცით როგორ მივეჩვიან ბოლო დროს, ავას ვსვავ 1 საათი. ახლა აღარ მინდა, მაგრამ ცივიც ისე მსიამოვნებს ხოლმე გოგოებო, ამას დავტოვებ ახლა და ნენელა დავლებ. ცივიც მსიამოვნებს სოთა შორის, მე ნენელა ვსვავ ხოლმე და 1 საათნახევარი 2 საათი უნდა. რაღაცნაირი გავხდი, რა ვიცი, ბევრ რაღაცას ვატყობ ჩემ თავს, რომ შევიცვალე, შემეცვალა ხასიათები, თითქოს სხვანაირი გავხდი. და მე თვითონ მიწევს ამ ყველაფერთან შეგუება და თქვენ თუ მომჩინებთ ცვლილებას და თქვენც ცოტა რაღაცნაირი რეაქცია გაქვთ, ეგ არ არის ჩემთვის გასაკვირი, იმიტომ რომ ძალიან შევიცვალე, ყველანაირად შევიცვალე. მე თვითონ ვამჩნევ ამას. და ანუ მიწევს რომ შევეგუო და თავიდან შევეჩვი ჩემ თავს. ესეც როგორიც ვარ, თუნდაც ვიზუალურად. იმ დღეს ძველი ვიდეოები რო ჩავრთე, თან მომენატრა ჩემი თავი ეგეთი, თან არ მომენატრა, თან სულ ძველ ვიდეოებს ვერ ვუყურებ, ძალიან რაღაცნაირად ვხდები, არ ვიცი, სულ სხვა ვარ. სხვანაირი ვარ გოგოებო, რამის წავშალე, არ ღირს ხოლმე რომ ჩავრთო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ შეიძლება წავშალო რა და გიას უთხარი და არავით არის შემთხვევაშიო. ათეცხო არის იქ და ვერც წავშლი, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლე არის. 1 ბეწო არის, ძალიან პატარა, პირველ ვიდეოებში. ძალიან პატარა 4 წლისა ალბათ. 5, არც 4. და მე აბსოლუტურად სხვა ვარ. იქ და ეხლა. ხო, მაგას ვამბობდი, თან მომენატრა ის, თან არა. რო დავფიქრდე, საბოლოოდ არა. ესეთი მირჩევნია იქ, რომ დავბრუნდე არ მინდა.
აქ რო ვიყო და ისეთი ვიყო, ეგეც არ მინდა. მოკლედ, ვაგრძელებთ დიდი შემართებით. რაღაცა ალბათ იყო იქ უფრო თბილი და თქვენც მაგას ამჩნევთ, მაგრამ რადგან მეც პატარათი რაღაც მომენტში მომენატრა ყველაფერი. მაგრამ აი ესეთი რო ყოფილიყავი და დამეწყო YouTube, ხო? ძალიან ძნელია გოგოებო, 5 წლის მერე სხვანაირი ვიქნებოდი მაინც, იმიტომ რომ YouTube ძალიან ზრდის ადამიანს. ძალიან მე ეს უნდა დამეწყო, ეს უნდა გამეკეთებინა აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ის ვიყავი რა, როგორ თქვა რა. არ ვიცი, გია კი მიცავს სულ მე. გიას კრავებში ვარ, ასე ვთქვათ, მოქცეული რაღაცნაირად მიცავს თავის ოჯახს, მაგრამ მე შემიძლია და სხვაგან არ შემიძლია. არავის არაფერს არ გავაბედინებ, ასე ვთქვათ. და ღმერთი ყველაზე ძლიერი მფარველი ჩვენი ყველას. მაგრამ ძალიან ისე ვიყავი რა, პატარა წრეში გაზრდილი. მას ესავებს არ გულისხმობ, ეხლა სკოლაშიც დავდიოდი. სოციალური ვიყავი ძალიან, მე სკოლას გაცდენა არ მიყვარდა და არაფერი, საერთოდ სულ ვიარე რო იტყვიან რა, სულ მთელი 11 კლასამდე ხო და მე კოლეჯში ვიყავი. კურსში. ხო, მაგრამ მაინც მის ვიყავი რა, ძალიან პატარა წრე მყავდა. ისია ცოტა შეიძლება ჩავიკეტე, მაშინ უფრო გახსნილი ვიყავი, იმიტომ რომ მეგონა რომ როგორც ჩემ წრეში ვიყავი, ძალიან საყვარლად. ესე მეგონა რომ აქაც ესე იქნებოდა YouTube და YouTube ეგეთი არ აღმოჩნდა. ამიტომ ვიღაცები რომ წერენ რომ შეიცვალეო, კი შევიცვალე. მაგას არ ვუარყოფ. ჩემ თავს მე თვითონვე ხან ვერ ვცნობ, მაგრამ ეს შეცვლა იყო საჭირო და ეს შეცვლა არის წინ წასვლა და არა უკან დახევა. ასე. ამაზე ვფიქრობ ხოლმე, რა თქმა უნდა, მე და დასკვნა ესეთი არის. ვისაც არ მოსწონს ეს შეცვლა. მოკნოთ. ესია. ჩემ არხზე ჩემი კანონებია, ხო? რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ მე ჩემ გოგოებს როგორ არა. აი მაგალითად, როგორი არც არასოდეს არ დამისვია ეს კითხვა, მაგრამ აი ეხლა როგორი ტიპის ვიდეოები გაგეხარდებათ, როგორი შინაარსის დაუშვათობა მომწერეთ გოგოებო. გავითვალისწინებთ მაგას. ეხლა ჯადოსნური ჯოხით ვერ გადავაქცევ ამ სახს მე რაღაცა იდეალურად ერთ დღეში, მაგრამ ამ პირობებში ვამბობ მე. თუმცა მწერთ ხოლმე, ეხლა ერთ სალომე მომწერა, რომ რა კარგი იქნებოდა შენი მაკიაჟის და თმის ვიდეო ერთად გასწორების. ამას გავაკეთებ. მომწერეთ კიდე. რაზე გინდათ ვისაუბროთ? იდეები იმდენი მაქვს ხოლმე, რომ ამ კითხვას არ ვსვამ ხოლმე. კიდე ლაივები თუ გინდათ. თუ გინდათ ლაივები, რომ გავაკეთოთ ხოლმე და თქვენც ჩაერთოთ. ეგეც მომწერეთ. ლაივებს მე არ ვაკეთებ საერთოდ. ხშირად ვერ გავაკეთებ ისედაც, შეიძლება კვირაში ერთხელ გავაკეთო. მაგრამ მაინტერესებს თუ გინდათ თქვენ ეს. გაგოცით.
მიყვარხართ ძალიან. წავედი. დროებით